მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი და ეს თემა ზოგადად არის ძალიან აქტუალური. მით უმეტეს დღევანდელ სამყაროში, როდესაც დიგიტალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ახალგაზრდებში განსაკუთრებით. აი პანდემიის შემდეგ კარგად გამოიკვეთა და ნათლად დავინახეთ, რომ დაქვეითდა ძალიან საბაზისო კომუნიკაციის უნარებიც კი ახალგაზრდებში. შესაბამისად, ძალიან გართულდა მათთვის ტექნიკურ უნარებთან ერთად სხვა ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, რასაც ახლა ვისაუბრებთ დღეს. აი თქვენ ახსენეთ კვლევა და არ შემიძლია არ ვახსენო ეს ერთ-ერთი უნიკალური კვლევა, რაც ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე არის ამ მიმართულებით და ზუსტად აი პანდემიის დროს დავიწყეთ ამ კვლევის ჩატარება ახალგაზრდებში, ჩვენი ერთ-ერთი პროექტის დებატები უკეთესი განათლებისთვის ფარგლებში და ამ კვლევამ კარგად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანი არის სწორი კომუნიკაცია და რამდენად აკლია ახალგაზრდობას ეს. სწორ კომუნიკაციაში მე არ გულისხმობ მხოლოდ იმას, რომ აი კარგი სიტყვით გამოსვლა პრეზენტაციების ჩატარება. აქ საუბარი არის ელემენტარულ საბაზისო კომუნიკაციის უნარებზე, რომ ჩვენი ცოდნა, ის ტექნიკური ცოდნა, რასაც განვივითარებთ და ის კომპეტენციები, რასაც ვისწავლით, მარტივად გადავცეთ ნებისმიერს მსმენელს. იქნება ეს საზოგადოება სიტყვით გამოსვლის დროს მეგობარი, ოჯახის წევრი თუ მასწავლებელი. ამიტომ აი ამ ჩვენი კვლევის ფარგლებში კარგად გამოჩნდა, რომ არის ძალიან დიდად ამის ნაკლებობა. ყველაზე მეტად არის დაქვეითებული ეს საბაზისო კომუნიკაციის უნარი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის კი, იმიტომ რომ ტელეფონებზე რო გადაერთნენ ახალგაზრდები განსაკუთრებით და უკვე სოციალური ურთიერთობებიც გახდა დიგიტალიზირებული, ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ სიტყვიერად ნაკლებად ვსაუბრობთ. აი რატომ არის, რომ მოზარდებს ურჩევნიათ მესიჯებით მიწერონ ერთმანეთს, ვიდრე დაურეკონ თუნდაც, ან ვიდრე ლაივში და პირდაპირ შეხვდნენ ერთმანეთს. რაღაცა ამ პროცესით უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ და ნაკლებს გავცემთ, ალბათ ესეც უწყობს ხელს, რომ ვერ ვახერხებთ მე პრეზენტაბელურობას. რა თქმა უნდა, და ზუსტად თქვენც ახსენეთ იმ ცოდნის გამოყენებას, რომელსაც ძალიან დიდ ძალისხმევას, რომლისთვისაც ძალიან დიდი ძალისხმევას ვდებთ. კი და როდესაც ეჩვევით ან ტელეფონზე დამოკიდებულება, ახლა ჩვენ ვიცით როგორი მაგასაც ცალკე კვლევები ადასტურებს, რამდენი დიდი პრობლემა არის და როდესაც ეჩვევი, რომ კომუნიკაცია გაქვს სატელეფონო, ასე რომ ვთქვათ, ან ტექნიკურად გაჯეტებით. ხო, მაგ დროს უკვე ნაკლებად გიჩნდება სურვილი სხვანაირად გადასცე, ხო, შენი აზრი. გარდა ამისა, აი სკოლებშიც მე უფრო მეტად ჩაკეტილები ხდებიან, აი ისიც კი უჭირთ ხოლმე მოზარდებს, რომ გაკვეთილი ჩააბარონ მასწავლებლებს თუნდაც, ან გამოვიდნენ დაფასთან და მოყვნენ, რაც ისწავლეს, რაც ძალიან კარგად იციან. ანუ რეალიზება საკუთარი რაღაცა ცოდნის შემდეგ უკვე და გამოყენება პრაქტიკაში და სხვათა შორის დღეს ჩვენ ბატონ ზურამ ხეიძესთან ერთად საუბრობდით და ჩვენი მთავარი თემა იყო თვით შეფასება და თვით შეფასებაზე ეს უკანასკნელი, რაზეც გვაქვს საუბარი, საკმაოდ ურტყავს საბოლოო ჯამში და მოქმედებს და ეს კიდევ შემდეგ რიგ შემთხვევებში ხელს გვიქმნის ხოლმე ჩვენი ცხოვრების პარალელურად. და ზეპირ სიტყვაზე რომ საუბრობდით სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ნაკლებად ვიყენებთ უკვე თუნდაც აი შემაჯამებელს ზეპირ სიტყვებით. ყოველთვის წერილობით ვაპარებთ. არის კოლოკვიუმები, შემაჯამებელი, შუალედური გამოცდები უნივერსიტეტში და ფინალურები. ყველა გამოცდა არის ყოველთვის წერილობით. აზრის გადმოცემა, ასე ვთქვათ, ზეპირად ხდება მხოლოდ გაკვეთილზე, ისიც მასწავლებლების კეთილინებით. უშლის თუ არა ეს ხელს, რადგან ვახსენეთ, ხო, აი ამ აზრის სწორად ჩამოყალიბების უნარის განვითარებას. კი, ძალიან კარგი კითხვა არის. აი, მანამდე თვით შეფასებასაც მინდა მოკლედ შევეხო. აი, ჩვენი კვლევის ფარგლებში ჩვენ ისეთი სრულუფასოვანი კვლევა ქონდა, ასე ვთქვათ, რომ თვითობის ელემენტებიც განსაზღვრეთ. მათ შორის თვით შეფასებაც იყო შეფასებული, რამდენად უქვეითებს ახალგაზრდებს და არა მხოლოდ უქვეითებს. მინდა გითხრათ, პრობლემა ხანდახან ისიც არის ხოლმე, რომ ზედმეტად დიდი თვით შეფასებაც აქვთ. თუ მე მარტივად შემიძლია რომ კომუნიკაცია შევძლო ჩემს მეგობართან ტელეფონში და ყველაფერი ვუთხრა მიმოწერაში, რატომ ვერ შევძლებ, რომ მაგალითად რეალობაში ეგრე გავაკეთო. ანუ აქ არის დისბალანსი, მხრივ რომ დაქვეითებულიც არის ხოლმე თვით შეფასება და ზედმეტად ამაღლებულიც არის. ამიტომ ეს ძალიან დიდი
დიდი პრობლემა არის და სასკოლო შემთხვევაში რაც თქვენ თქვით და საუნივერსიტეტოში ეს კიდე ყველაფერი უწყობს ხელს რომ ტექნიკური უნარები განვითარდეს მხოლოდ და ამის გადმოცემა ნაკლებად მოხერხდეს. აი მაგალითად უნივერსიტეტებში ადრე უფრო მეტად რომ იყო შემოღებული ზეპირ სიტყვიერი ჩაბარება და ზეპირი გამოკითხვები. ეს ნუ ამას ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი რაც აქვს ზეპირ გამოკითხვას არის, რომ ადამიანს, ახალგაზრდას, მოსწავლეს, სტუდენტს შეუძლია თავისი ცოდნის სწორად კომუნიცირება და სწორად გადმოცემას აუდიტორიისთვის. ეს აუდიტორია იქნებიან სხვა სტუდენტები თუ ვინ, მაგას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ის რომ ჯერ დიგიტალიზაცია არის ასეთი განვითარებული, მერე ისიც რომ ჩვენ ყველაფერს და ჩვენს თელს ცოდნას წერილობით წერთ და წერილობით გვიფასებენ, ესეც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს იმას, რომ ასეთი რბილი უნარები, როგორიც არის პრეზენტაციის ჩატარება, სიტყვით გამოსვლა, გუნდური მუშაობაც თუნდაც, დროის მენეჯმენტი, ყველაფერი ეს სხვა იყოს დაქვეითებული. ქეთევან, მაშინ ძალიან საინტერესო ალბათ ამ კვლევის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო ის, რომ რაღაც გამოსავალის გამოსავალთან მივიდეთ, ხო? რა არის აი მთავარი გასაღები იმისა, რომ აი ეს პრობლემა რაღაც მოგვარებისკენ წავიდეს და რაზე უნდა კონცენტრირდეს ადამიანი, ვისაც დაუშვათ მსგავსი პრობლემა აქვს, თუ ამას პრობლემას როგორ დავიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა, უნარების გამომუშავება? ჩვენ ეს კვლევა ჩავატარეთ ჩვენი ერთ-ერთი სწავლების შეფასებისთვის რეალურად ნუ დებატებს აი სიტყვით გამოსვლას და საჯაროდ გამოსვლაზე როდესაც ვამუშავებთ და ამ ტექნიკებს რომ ვითარებთ ახალგაზრდებს აი ამ სწავლების ფარგლებში და გვინდოდა გვენახა როგორი იყო მათი მდგომარეობა სწავლებამდე და სწავლების შემდეგ და აქ კარგად გამოჩნდა რომ აი სახალისო აქტივობებით სწავლება რაღაცა ექსტრაკურიკულარული აქტივობები ასეთი სტილის ღონისძიებები და სავარჯიშოები რასაც იღებენ ახალგაზრდები მონაწილეობას ეხმარება ძალიან ამ უნარების განვითარებაში. ოღონდ ეს არ არის ის, რომ აი უნდა უთხრა, რომ კარგად ჩაატარო პრეზენტაცია, ესე ხო არ ხდება. აქ არის ისეთი მეთოდოლოგია და ძალიან დიდი ყველაფერი არის მოკლედ ძალიან კომპლექსური სამუშაოა. საკმაოდ ისეთი დიდი სამუშაო არის, რომ ისე მიაწოდო და ისე გააკეთებინო ახალგაზრდას რაღაც პატარ-პატარა აქტივობები და სავარჯიშოები, რომ გზა და ნელ-ნელა შეძლოს ამ უნარების განვითარება. თვით გამოხატვა პირველ რიგში შეძლოს თავისუფლად და თამამად. თუ შეიძლება ჩამოვთვალოთ აი რამდენიმე რბილი უნარი. აი რაღაც კონკრეტულად რომ დავასახელოთ, რომელია და თითოეულ მათგანზე როგორ უნდა ვიმუშაოთ. აი ყველაზე მთავარი რბილი უნარები ისევ საბაზისო კომუნიკაციიდან რომ დავიწყოთ, შემდეგ პრეზენტაციის ჩატარება, შემდეგ ასევე საკუთარი აზრის სწორად დაფიქსირება. ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღესდღეობით ძალიან დიდი პრობლემა არის ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც მოსაზრება გვაქვს, გვინდა რომ ეს მოსაზრება გადავცეთ აუდიტორიას, მაგრამ ვერ ვახერხებთ სწორად გადაცემას. მერე მის კომუნიკაცია ხდება, აუდიტორიას არასწორად ესმის და მათ გონიათ რომ შენ რაღაცა სხვა თქვი, რეალურად შენ სულ სხვა რაღაცის თქმა გინდოდა და ესაა ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენც მე სითამამე არ უყოფნის ხშირ შემთხვევაში რომ სხვანაირად დავარწმუნოთ. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის გუნდური მუშაობა, რაც ასევე არის ხოლმე პრობლემული, მით უმეტეს თუ ხშირად არ ხდება სტუდენტების თუნდაც ან მოსწავლეების ნებისმიერი სხვადასხვა სტილის აქტივობებით გუნდურად მუშაობის ხელშეწყობა. კი ბატონო, მესამე უკვე დავასახელეთ. კი ბატონო, დროის მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა და კიდევ ვისაც მოსმენის უნარიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? ხშირად ეგეც პრობლემა არის, რადგან ჩვენ გვინდა ჩვენი აზრის გადაცემა და შეიძლება საერთოდ არ მოусმინოთ ჩვენთან ერთად ვინც საუბრობს იმას, აი თუნდაც ძალიან მარტივი გარემო რო ავიღოთ, აი მეგობრები რო ერთმანეთს რაღაცას უხსნიან და უყვებიან, ხო? მე ერთის თქმა მინდა იმას, მეორეს თქმა უნდა არ ვაცით ერთმანეთს, ან ვაცით და მე ის მე მაინც ჩემი გავაქვს, იმას თავისი გააქვს და ნუ მოკლედ აქაც არ არის სწორი და ჯანსაღი კომუნიკაცია ამ შემთხვევაში. ამიტომ აქაც მოსმენის კულტურა და პატივისცემა ვისთანაც საუბრობ იმისი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებით. უკავშირს აქვს თუ არა მნიშვნელობა, როდესაც ვიცით რომ ერთ ადამიანს თუნდაც უკვე დასაქმებულს ახალგაზრდას აქვს პირველი სამსახური და ახლა ცდილობს რომ ამ რბილი უნარები კომუნიკაცია იქნება, დროის მართვა თუ გუნდური მუშაობა ისწავლოს, ჩვენ როგორ ვუწყობთ ხელს ის გარემოცვა, რომელშიც აღმოჩნდა ეს ახალგაზრდა. ძალიან კარგი კითხვა დასვით, აი უკავშირზე ეს სწორი შეფასება არის ერთ-ერთი ასევე დიდი გამოწვევა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს იმისთვის, რომ ადამიანი განვითარდეს
და განივითაროს ეს რბილი უნარები. შეიძლება მე რაღაცა უნარები მართლაც მქონდეს, როგორც პრეზენტატორს ან თუნდაც სიტყვით გამოსვლის ექსპერტს ხო, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მოვისმინოს შეფასება და სწორი შეფასება და ამაში ის იგულისხმება, რომ მოხდეს ყოველთვის პოზიტიურ ჭრილში რეკომენდაციების გაცემა. ეს ერთ-ერთი აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რასაც ჩვენ ვასწავლით კიდეც ჩვენი სწავლების ფარგლებში, ამასაც ძალიან დიდ დროს უთმობთ. მეტიც, ანუ ამით ვიწყებთ ხოლმე სწავლებას, რა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შემდეგ ყველაფერი სხვა. აი თუნდაც სამსახურებში რაც ვახსენეთ, აი ყველაზე დიდი პრობლემა მანდაც ხო, ეხლა თან ახალ მოდერნულ სამყაროში უფრო მეტად წამოვიდა ტენდენციები, რომ IT მიმართულება, ტექნიკური მიმართულება უფრო მეტად განვითარებული არის, სადაც როგორც ფიქრობენ ხოლმე და ხშირად არის ასეთი წარმოდგენა, თითქოს საჭირო არ არის ხო ეს რბილი უნარები და ნუ მე ტექნიკურად ვიცი ყველაფერი, კომპიუტერთან ვზივარ მთელი დღე, თითქმის არ მიწევს არავისთან კომუნიკაცია და ნუ არ არის საჭირო, მაგრამ რეალურად ყველგან ყოველთვის ძალიან საჭირო არის და რატომ? აი ამ შემთხვევაშიც კი, როდესაც შენ რაღაცა პროდუქტს ქმნი, როგორც თანამშრომელი ხო, მუშაობ და რაღაც პროდუქტს ქმნი. მნიშვნელოვანი არის შეძლო სწორად ამ პროდუქტის მიწოდება შენი უფროსისთვის, ან თუნდაც იმისთვის, ვისთვისაც ამუშავებ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა. ესე სინქრონულად ერთად. ნინო, შენ ძალიან დიდი მადლობა აქტუალური თემის წამოწევისთვის, ასევე კეთერან. უღრმესი მადლობა. მთელი წლის განმავლობაში ნინო ყოველ სამშაბათს ისეთი საჭირბოროტო თემებით შემოვიდოდა ხოლმე სტუდიაში, არაერთ მშობელს, არაერთი საჭირო ამბავი და საკითხი გაუზიარა კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად. მე რატომ მივდივარ რაღაც ცოტა ესეთი დასასრულის მონოლოგისკენ, იმიტომ რომ ამ სეზონისთვის ჩემთვის ბოლო განაცემა იქნება დღეს, შესაბამისად ეს კუთვნილი მადლობა აუცილებლად უნდა გვეთქვა თავისთავად. კეთევან, უღრმესი მადლობა, მოკლედ ჩვენ ვისარგებლებ მაშინ შემთხვევით ჩემს ყველა სტუმარს გადავუხდი მადლობას, ვინც არ დაიზარა და გაგვიზიარა ეს საჭირო რჩევები, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მასწავლებლებისთვის, მოზარდებისთვის და მშობლებისთვის. იმედი მაქვს, რომ ვიყავით გამოსადეგი. ჩვენ გეტყვით, რომ ეს ნამდვილად იყავით ასეთები, იმიტომ რომ თითოეული შენი სამშაბათი და განათლების რუბრიკა იყო ერთგვარად ახალი საფეხური ჩვენთვის განვითარებისთვის.